კიდევ ერთი სპეცოპერაცია სვანეთში გია გულოს სპეცრაზმი რეგიონში ამჯერად ნელი ნავერდიანის ოჯახის დასაკავებლად დავიდა. ლეიბორისტული პარტიის წევრი და ნავერიანების ახლობელი ალეკო ხერგიანი ყვება, რომ ნავერიანის ოჯახი ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებას არ დაემორჩილა და კანადური კომპანიისთვის საგვარეულო ნაკვეთის მიყიდვაზე უარი განაცხადა. ხერგიანის ინფორმაციით მიწის ნაკვეთები სვანებისთვის ერთადერთი საარსებო წყაროა. მეპატრონებს ისინი მხოლოდ მფლობელობაში აქვთ დაკანონებას კი ვერ ახერხებენ, რადგან საჯარო რეესტრმა ეს პროცესი შეწყვიტა. ოჯახს არ ეთმობოდა ეს მიწები, ერთადერთი სათიბები ეს აქვთ. ამით ირჩენს ხალხი იქ თავს. ხოდა როცა ვარი უთხრეს, რომ არ დავთმობ ჩვენ ასე ამ მიწებსო, უკვე წავიდნენ როგორც ჩანს შეგნებულ საქმის შეკერვაზე. დღეს ამოვიდნენ უკვე სპეცნაზი ამოყვა უკან. დაიბარეს ამ ოჯახის წევრებიდან 3 ბიჭი. ჯაფარიძეები არიან 3-ვე, რომლებიც უშუალოდ მოწილეები არიან ამ მიწების. დაიბარეს სასტუმროში მოსალაპარაკებლად. ამ დროს შეცვიდა იქ სპეცნაზი. დაწყებულის არ ჰქონდათ არანაირი მოლაპარაკება არ იყო დაწყებული, უბრალოდ შეცვიდა სპეცნაზი და აიყვანეს ეს ბიჭები. საქალაქო სასამართლომ ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილის თეიმურაზ ქარჩილავას წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. აზათიანი სახელობის ფსიქიატრიული საავადმყოფოს ექსპერტებს გიორგი ნანეიშვილს, თემურ სილაგაძესა და ზურაბ ბერიას მერაბ ხარებავას საქალაქო სასამართლომ 5,000 ლარის ოდენობის გირაოს გადახდა დააკისრა. ექსპერტები წინასწარი დაკავების იზოლატორს დღეს გირაოს თანხის გადახდის შემდეგ დატოვებენ. გამოძიება მოითხოვა აქვეთი ღონისძიების სახით გირაოს შეფარდება 5,000 ლარის ოდენობით. სასამართლოს მიერ დაკმაყოფილი იქნა აღნიშნული შემდგომლობა. ხარებავას განასაზღვრა ერთი თვე, რათა საახსნელო მაგალითზე გადაიხადოს გირაოს სახით დაგისრებული თანხა. ჩვენი პოზიცია გახდათ, რომ მერაბ ქორჩილავას ამ ეტაპისთვის შეფარდებოდა გირაო 5,000 ლარის ოდენობით, ვინაიდან იგი აღიარებს დანაშაულს თანამშრომლობს გამოძიებასთან და მიგვაჩნდა, რომ აკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენებას სრულად შეეძლო აკვეთის ღონისძიების მიზნების უზრუნველყოფა. თუმცა სასამართლომ ამ ეტაპისთვის არ გაიზიარა ჩვენი პოზიცია და მერაბ ქორჩილავას შეუფარდა დაპატიმრება 2 თვის ვადით. ლაცნო თავი დამნაშავეთ, აღიარა მის მიერ ჩადენილი დანაშაული, ამის შემდეგ ბრალდების მხარე პროკურატურა შემოვიდა შუამდგომლობით აკვეთი ღონისძიების სახით გირაოს შეფარდების თაობაზე 5,000 ლარის ოდენობით. სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების მხარე შუამდგომლობა, დაცვის მხარეც რა თქმა უნდა დავეთანხმეთ. ეს დანაშაულები აღიარა ჩემი დაცვის ქვეშ ყოფნა გასასჯელმა, რაზეც შემდეგ პროკურატურა მიმართა შუამდგომლობას სასამართლოს აკვეთი ღონისძიების სახით შეფარდებოდა გირაო 5,000 ლარის ოდენობით, რაც დაკმაყოფილებული იქნა შემდგომ სასამართლოს მიერ. ეს თანხა გადახდილი იქნა ჩვენს მიერ დღესვე და გათავისუფლებული იქნება განსასჯელი თემურაზ სილაგაძეს და აღნიშნულ დაკავშირებით მინადვინაოს წინასწარი გამოძიება. პატიმარ გურამელის ბარაშვილის მეუღლეს სალომე ივანიშვილს აღკვეთ ღონისძიებად 5,000 ლარი გირაოს შეეფარდა. ადვოკატ ზურაბ ივანიშვილის ელიზის ჯგუფის პრეზიდენტის თამაზ ელიზბარაშვილისა და თეიმურაზ მაჭავარიანის საქმის განხილვა საქალაქო სასამართლომ უკვე დაასრულა. მათ ბრალადებად მექვთამეობა, კომერციული მოსყიდვა და მტკიცებულებათა ფალსიფიკაცია. პროკურატურამ, ბრალდების მხარემ, თვითონ პროკურორმა გაითვალისწინა რა ის გარემოებები, რომ სალომე ივანიშვილმა ითანამშრომლა გამოძიებასთან მისცა მას აღიარების ჩვენება და მოინანია ჩადენილი დანაშაული. თვითონვე შეცვალა, მხარე არ დაუჭირა გამოძიებლის მოთხოვნას, შეცვალა მოთხოვნა და ბრალდების მხარემ თვითონვე მოითხოვა გამოყენებულიყო არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიება, კერძოდ გირაო 5,000 ლარის ოდენობით. არგუმენტაცია ჩემი ის იყო, რომ ნასამართლები არ არის ეს პიროვნება, ანტისაზოგადოებრივი ქმედების ჩადენაში არასდროს შემჩნეული არ ყოფილა. ყავს ოჯახი, აქვს უდმივი საცხოვრებელი ადგილი ქალაქ თბილისში და აი ეს იყო ძირითადად ჩემი არგუმენტი. არ აღიარებს და იყენებს დუმილის უფლებას. ჩვენ ვიშუამდგომლეთ გირაოს ალტერნატივის სახით გირაოს შეფარდება, მაგრამ სასამართლომ ეს მოთხოვნა არ დაგვიკმაყოფილა სამწუხაროდ. როდესაც ის ფაქტი მოხდა, რომლის შესახებაც იყო ლაპარაკი მის შვილთან დაკავშირებით, იგი რამდენიმე თვის კი არა წლის განმავლობაშიც შვილს არ ელაპარაკებოდა და საკმაოდ შეძრწუნებული იყო ამ ფაქტით და მას ჰქონდა საკმაოდ აქტიური ურთიერთობა დაზარალებულის ოჯახთან, ეს ცნობილია. ელიზბარაშვილების ოჯახთან დაკავშირებით ყველა ბრალდებულმა დანაშაული უკვე აღიარა. დუმილის უფლებას მხოლოდ ზურაბ ივანიშვილი იყენებს. ყველა მათგანის ბრალეულობის შესახებ პროკურატურამ დღეს ოფიციალურად განაცხადა. საქმე ეხება 2004-2005 წლებში ჩადენილ დანაშაულს და 30,000 ამერიკული დოლარის ქრთამის სახით გადაცემას.
2004 წლის აპრილის ბოლოს მან გადაიხადა $10,000. კერძოდ მის ექსპერტებს შეთა მათ ეს თანხა შემდგომ გადახდილი ყოფილიყო მაშინდელი ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე მერაბ ქორჩილავასთვის, რომელიც ამ თანხის სანაცვლოდ პირდებოდა გურამის პრობლემების მოგვარება. ჯანდაცვის სამინისტროს მთავარი ფსიქიატრი სილაგაძე რომელმაც თხოვა დახმარება. გამო შეპირებული იყო $40,000 იმაში, რომ შევაცხადზე დაეწერა შევაცხადობის დასკვნა. საიდანაც სილაგაძე დამყიდა, რომ $10,000 მომცემდა მე. მიხეილ ასათიანი ფსიქიატრიის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტის ხელმძღვანელის თქმით, ყალბის სასამართლო ფსიქიატრიული ექსპერტიზის დოკუმენტის გაცემა აღნიშნული დაწესებულების ბეჭდით არ მომხდარა. დათო ზურაბაშვილის თქმით, კერძო ბეჭდით ნებისმიერ ფსიქიატრს დამოუკიდებელი საქმიანობის უფლება აქვს. ასათიანის კლინიკა კი სასამართლო ფსიქიატრიულ ექსპერტიზას აღარ აწარმოებს. მაგის გამო თუ შეიცვალა მან დაწერია უბრალოდ ის რაც დღევანდელ დღეს ჩვენ ყველა მოვისმინეთ, ეს არის ამათი დამოუკიდებელი საქმიანობა, რომელსაც ქვია ფსიქიატრიული ექსპერტიზა. სასამართლო ფსიქიატრიული ექსპერტიზა ეს არის მაგათი დამოუკიდებელი საქმიანობა. სასამართლო ფსიქიატრიული ექსპერტიზას ჩვენი დაწესებულება აღარ ატარებს. ნებისმიერ ექიმს, ფსიქიატრს აქვს უფლება აწარმოოს თავისი კერძო საქმიანობა. როდესაც ექიმს აქვს თავისი საკუთარი ბეჭედი, ის აგებს პასუხს თვითონ. არადაწესებულება. სასამართლო ფსიქიატრიული ექსპერტიზის დოკუმენტის გაყალბებაში მონაწილეობას გიორგი ნანეიშვილიც იღებდა. ექსპერტ ფსიქიატრი საკუთარი კერძო კლინიკის მფლობელია. ფსიქიატრიულ კლინიკაში მენტალ ვიტაში გახმაურებულ დანაშაულზე კომენტარის გაკეთება არ ისურვეს. გიორგი ნანეიშვილმა აღიარებითი ჩვენება უკვე მისცა. ელიზბარაშვილების ოჯახის საქმესთან დაკავშირებით პროკურატურამ განცხადება გააკეთა. პრესკონფერენციაზე ცნობილი გახდა, რომ ქალაქ თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილისა და კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს ერთობლივი მუშაობის შედეგად 2004-2010 წლებში ჩადენილი დანაშაული გამოვლინდა. მეფთა მეომრის კომერციული მოსყიდვისა და მტკიცებულებათა ფალსიფიკაციისთვის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული არიან საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მერაბ ქორჩილავა, 4 ექსპერტ ფსიქიატრი, ასევე ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი, მისი პარტნიორი თეიმურაზ მაჭავარიანი და ადვოკატები სალომე და ზურაბ ივანიშვილები. ყველა ეჭვმიტანილმა დანაშაული უკვე აღიარა. თავს მხოლოდ ზურაბ ივანიშვილი იკავებს. აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების შესახებ თბილისის პროკურატურა sakhalako სასამართლოს მიმართავს. თამაზ ელიზბარაშვილის შვილს აღმკვეთი ღონისძიება დამამძიმებელი გარემოებებით განზრახ ჩადენილი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის შეეფარდება. გურამ ელიზბარაშვილმა 2001 წლის 19 მაისს ცეცხლსრული იარაღის გამოყენებით საკუთარ დაბადების დღეზე გამოასწავლა სიცოცხლე 19 წლის მიხეილ ცილიკაშვილი და ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება მიაყენა მის ბიძას ნუგზარ ცილიკიშვილს. აღნიშნული სასჯელისგან თავის არიდების მიზნით და მას მიჯილი ჰქონდა 21 წელი და 6 თვე თავისუფლების აღკვეთა. მისმა მამამ თამაზ ელიზბარაშვილმა 2004 წელს მისი მეგობრის გამოყენებით, მისი მეგობრის თამაზ თეიმურაზ მაჭავარიანის და შვილის სიმამრის ზურაბ ივანიშვილის დახმარებით, ასევე ჯანდაცვის მინისტრის იმდროინდელი მოადგილის მერაბ ქორჩილავას დახმარებით, რომელიც დღესაც დაკავებულია იმდროინდელი ექსპერტების, სასამართლო ფსიქიატრიული ექსპერტების გიორგი ნანეიშვილის, თეიმურაზ ხარებავას, ზურაბ ბერიას, თეიმურაზ სილაგაძის და თამარ გოჭიტაშვილის დახმარებით შეადგენინა ყალბი დიაგნოზი, ასე ვთქვათ, რომელიც მიხედვითაც მისი შვილი ცნობილი იქნა შეურაცხყოფად. და დღის სხვა თემა ვანო ჩხარტიშვილი საქართველოდან წავიდა. ინფორმაციას ბიზნესმენის მეგობრები ადასტურებენ. ერთ-ერთ ვერსიად ყალბი ჩვენების მიცემაზე ჩხარტიშვილის მიერ უარის თქმა სახელდება. რატომ დატოვა ექს-მინისტრმა საქართველოს და რის თქმას აპირებს ჩხარტიშვილის მოულოდნელ გამგზავრებასთან დაკავშირებით ყოფილი პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი. ასევე ცნობილია, რომ ჩხარტიშვილის საცხოვრებელ სახლში მისი ოჯახის წევრები თითქმის ერთი თვე არაც არ გამოჩენილან. დეტალები ნახეთ მაესტროს ახალ ამბებში 9 საათზე. არცხოვობთ ეს